მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვართ სიონში. ტურნირი გვაქვს მეგობრებო ჩვენ და ნახოთ რა იქნება როგორც მომენტებში. ჩემი ძმა და მეგობარი ჯავახ დღეს ოპერატორი იქნება და მეხმარება და მომენტებში ყველას გადაიღებს თვითონ მათგანს ამოყვანას პროცესში როგორ მოძრაობენ, რა შვებიან ასე შემდეგ. ეხლა ხშირობას როგორ ალაგებენ, როგორ ზიგავენ, ყველაფერს მოგახსენებთ რა. ოღონდ დეტალებს აღარ გადავიღებ, იმიტომ რომ დეტალები ისედაც გადაღებული მაქვს უკვე. ძალიან ბევრი ტურნირი მაქვს და წესებიც რა თქმა უნდა არის იმ ტურნირებს. დანარჩენი ნახოთ რა. ეს შუები არ არის განსაზღვრული. კიდევ ჩაგერთვებით, მე მომენტებში თუ ჭერა მქონდა, კრედის მხრიდანაც გადავიღებ და ასე შემდეგ რა. ეხლა დავლაგდებით, აგე უკვე ამოვალაგეთ აქავიდან 14-ში თუ 13-ში მოუწია თორნიკეს. უბრალოდ აღარ მახსოვს რა რეცეპტორი აქვს. თორნიკე იქით არის. მოკლედ, ეხლა მოვზიოთ დასაკვირვებლად. ნახევარს გავცხრი მეგობრებო და ნახევარს ისე ვითევზავდი. გაცხრა რატო? საშამაიერს ევზავთ. გვინდა ფანტელები, მაგრამ ახლა დატეხილი სიმინდი აქვს და უარ გაძღის და ასე შემდეგ და მუდმივი ვიჭერა მქონდეს. ცოტას გავცხრი რა. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ მიხეილ მესხი, ონლაინ მაღაზიის ჯორჯიან ფიშერმენის დამფუძნებელი. ყოფებით სიონის წყალსაცავზე, საქართველოს ფიდერის ლიგაში ვართ ეხლა, ესე რომ ვთქვათ, ტურნირი არის. თევზაობის მეთოდების არხის პრეზიდენტი, დამფუძნებელი გიორგი ხამიცაშვილი იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტურნირში. რამდენიმე თვის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება თევზაობის მეთოდებსა და ჯორჯიან ფიშერმენს შორის. ხელშეკრულება მოიცავს სრულიად 100%-იან სპონსორობას, როგორც პირად გიორგი ხამიცაშვილის პრეზიდენტის სპონსორობას, ასევე თევზაობის მეთოდების არხის, თევზაობის მეთოდების კლუბის. წარმატებას უსურვებ აღნიშნულ ტურნირში ყველა მონაწილეს. მოგეხსენებათ, ჯორჯიან ფიშერმენი საპრიზო საჩუქრებს აკეთებს, ესე რომ ვთქვათ, პირველ ადგილოსნებს გადაცემს ჯოხს, კოჭას, წნულს, სადავეს, დასაკვებებს, ნემსკავებს, ფიდერგამს და ყველა იმ დეტალს და ყველა იმ მოწყობილობას, რომელიც ფიდერის თევზაობის, გამართული ფიდერის თევზაობისთვის არის საჭირო. მივოდევნოთ თვალყური, გარდა ამისა, მაქვს კიდევ ესეთი პატარა საჩუქარი, პიკერია სლაითი, ფლაგმანის 35 გრამამდე. ეს არ იქნება საპრიზო კატეგორიაში ძირითადად. თევზაობის და ტურნირის პროცესში დავაკვირდები მე თევზეებს და შესაძლოა ისეთ მონაწილეს გადავცე ჯოხი, ანუ პიკერი, რომელიც მონდომებული არის, შედეგს ვერ მიაღწია გარკვეულწილად, ადგილიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაც მეთოდიდან გამომდინარე, რომელიც ეს უკვე ბუნებაზე, კლიმატზე არის დამოკიდებული, ადგილზე არის დამოკიდებული და შესაძლოა ის იყოს, თქვათ, ბოლო ადგილზე გასული ყველაზე ნაკლები შედეგის მქონე ადამიანი, იმიტომ რომ მე ვხედავ მასში мотивაციას, მე ვხედავ მასში განათლებას, ანუ ფიდერის მიმართულებით და შევეცდები კიდევ ერთხელ აი ამ ცირედი პატარა საჩუქრით გავუკეთო, ესე ვთქვათ, გავაკეთო ესეთი ცირედი პატარა საჩუქარი და ვიცე мотивაცია, რომ შემდეგ და შემდეგ ტურნირებზე უფრო მოტივირებული იყოს, უფრო შემართებით იყოს, ის შეცდომები იქნება, ის ნიუანსები იქნება, რომელიც კონკრეტულ აღნიშნულ ტურნირზე გამორჩა, დახვეწილი ყოფილიყოს და
მომავალში უფრო განვითარებული სახით შემოსულიყოს ტურნირზე. მოკლედ ახლა რაც შეეხება ცოტა ხანში უკვე დაიწყება ტურნირი. მე გვედით თევზაობ ცოტა ხანი იქეთ წავითევზავებ ჩვენს მეგობართან ერთად მალხაზ ბაშანიასთან ერთად ვიყოფები. არიან ჩვენი გამომწერებიც რამდენიმე იქეთ თევზაობს ჯოხიც ვისგან წაიღეს და ამასთან ერთად დავამატებთ რაღაცას. ჯანდარაზე, როდესაც ვიყავით ჩვენ სათევზაო ფიდერით ზამთარში თევზაობის მეთოდებთან ერთად მე მან თქვი რომ თევზაობის მეთოდების არხის გამომწერებისთვის მექნას ლეთ შეთავაზება ეს ანალოგიურად დარჩა. ეს უცვლელი იქნება სანამ ჯორჯიან ფიშერმენი იქნება ესე რომ ვთქვათ ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენ დამატებით სერვისი ესე რომ ვთქვათ და რა არის ერთად დავგეგმოთ თევზაობა. და რას მოიცავს ეს ერთად დავგეგმოთ თევზაობა ხანუცაშვილი გიორგი რომელიც თევზაობის მეთოდების არხის პრეზიდენტია საკმაოდ ძალიან დიდი ცოდნის მფლობელი პიროვნება არის აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ესე რომ ვთქვათ და არის 100% ვამბობ ამ სიტყვებს რომ არის პროფესიონალი. შესაბამისად თევზაობის მეთოდებთან ერთად და ჯორჯიან ფიშერმენთან ერთად ზუსტად დაიგეგმა ეს ერთად დავგეგმოთ თევზაობა და რაც მოიცავს, როდესაც მომხმარებელი მოდის ჩვენთან, აიღებს კონკრეტულ ჯოხს ან კომპლექტს, ჩვენ არ ტოვებთ მას მხოლოდ მას ჯოხთან და ანუ ინფორმაციას მხოლოდ თეორიულად არ ვაძლევთ. ჩვენ უგეგმავთ მას თევზაობას, გავყავს უახლოეს წყალსაცავზე ის თბილისის ზღვა იქნება, ბაზალეთი იქნება, სიონი იქნება და ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას რომ გადავწყვეტთ ეს ჩვენი გამოცდილება, მივცეთ ინფორმაცია, მივაწოდოთ ის ნიუანსები და ის დეტალები, რომელიც ფიდერით თევზაობაში არის მნიშვნელოვანი. იქიდან გამომდინარე, რომ წვრილმანებში და ნიუანსებში არის ზუსტად აი ეგ პროფესიონალიზმი, პროფესიონალი სწორედ ამ ნიუანსებში და წვრილმანებში მძლინდება. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, რომ საშუალება მომეცა ჩემი პატარა საჩუქრით, ესე რომ ვთქვათ და ჩემი პატარა წვლილი მიმეღო ჩვენი პროფესიონალი მეთევზეებისთვის, მოტივაციისათვის. მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. ყველა მეთევზეს, ყველა ტურნირის მონაწილეს უსურვებ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება ძალიან სერიოზული ჯახი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე თევზაობდი, იქეთ ნაპირზე თევზაობდი და დაახლოებით სადღაც 9:30 საათის 1 საათის ინტერვალში კილო-კილონახევრამდე წამოვიდა თევზი, ანუ სადღაც 50-55 წელი დავიჭირე უკვე და ანუ დღეს იქნება ძალიან სერიოზული, ძალიან საინტერესო, იქიდან გამომდინარე რომ ამინდი ხელს გვიწყობს პროფესიონალები ხედავთ რომ მზად არიან სტარტისთვის და მოკლედ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კიდევ ერთხელ წარმატებები. გამოიწერეთ თევზაობის მეთოდები, გამოიწერეთ ჯორჯიან ფიშერმენი და ყოველთვის შემოგთავაზებთ საიმედო პროფესიონალურ პროდუქციას და ასევე მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გარკვეული მცირე დედლაინში, მცირე მონაკვეთში თქვენ სამოყვარულო დამწყები დონედან იქცეთ პროფესიონალ ფიდერმენად. მადლობა ყურადღებისთვის. დაიწყეს მონაწილეებმა დაკვება მონიშნა ადგილის ცოტა ხანში გაისტარტება.
გაისტარტა მეგობრებო. აბა. ყველასამოთ მეგობრებო წავიდეთ. წავიდა 5 საათიანი ჯახი სპორტსმენებს შორის. წარმატებები თითოეულ მონაწილეს. გიორგი განახორციელა პირველი ჩაგდება და მალევე შედეგიანი ამოწმებს. ეს ერთი და სხვა მრავალი გიო. ოთაშორის კარგად შემოვიდა თევზი მეგობრებო. აქტიურობს ხლა ზოლში. რაც მეტ ხალისხს და მოტივაციას უქმნის სპორტსმენებს. რასაც მორიგი ჩათ აქტიურად თევზჭერა. ნახოთ. აბა მიდი გიო. გიო სექტორში აქტიურად არის შემოსული. მშვენიერი ზომა, მშვენი იდეალური.
კარგად შემოვიდა თევზი გიოს სექტორში. აქტიურად მიდის თევზჭერა, მეგობრებო. გიოს სექტორშიც აქტიურად არის შემოსული თევზი, რაც ხალისს და მოტივაციას აძლევს სპორტსმენს. რაც მორიგი თევზი გიოსგან. ყოჩახ გიო, ყოჩახ. ბონუსია ძმა.
ამოვარდა ცოტა ქარი, თეზიც უფრო გააქტიურდა. ტემპშია კი და სერიოზული ბრძოლა მიდის სექტორებს შორის. განსაკუთრებით ამ ორ სპორტსმენს შორის. ოჩახ ბიჭებო, ოჩახ. განწყობა იდეალური, ამინდი იდეალური, შჭერაც იდეალური. მუხბე რა ხდება აბა მუხბე ცოტა ქარი ამოვარდა წარმატებელიც აქეთ სექტორებში შედარებით პასიურია. იქით უფრო შემოსულია, რასაც დავაკვირდი თევზი. იქით უფრო იჭერენ ბიჭები. პირველი სპორტსმენი პირველ სექტორში ზის ტურნირის დაწყებიდან გავიდა 1 საათი იხედავთ სექტორებს სადღაც მე-6 სექტორამდე შედარებით პასიურია. არ არის ის შემოსული. შამაია. შუა ზოლში უფრო აქტიურობს და უფრო შემოსულია.
ჩვენმა ძმა და მეგობარმაც დაიჭირა. ატა. თან ძალიან კარგი ზონა. წარმატებები მუხმე ეგერთი სხვა მრავალიც, ხო? იდეალური ზომაა. ოჩახი. გამარჯობათ მეგობრებო. მინდა აღნიშნო, რომ ძალიან რთულია იმ პიროვნებისთვის, ვისაც ალბათ აქვს ქცეული თევზაობა. და 5 საათი აქვს ოპერატორის როლი მორგებული. ბიჭების შემხედვარე, სპორტსმენების შემხედვარე, ამინდიდან გამომდინარე და თევზის აქტიურობიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს. იმედია მომახვედრებს ამ ვიდეოში. გამოიწეროთ გიორგს არხი. თევზაობის მეთოდები, გავიგებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, როგორ არის სწორი თევზაობა და წარმატებები უსურვოთ ჩვენს მეგობარს, გიორგის ხამიცაშვილს. გააქტიურებულია შამაია, აქ ჩვენს მეგობარს ვარდნაზე დაუჯდა კარჩხანა, ნორმალური ზომა საკმაოდ. ნახოთ როგორ განვითარდება შედეგები მოვლენები. საათ ნახევარია ტურნირის დაწყებიდან გასული. ხრამული მეგობრებო, პირდაპირ. კარჩხანა კაი ზომის. ვარდნაზე დაჭდა მეგობარო? ძირიდან აიღო ესე. ეს გესმით ალბათ სპორტსმენებში ყუმრობები. შამაიაც საკმაოდ კარგი, ნორმალური ზომები იჭირებს. აქ საკმაოდ პროფესიონალების ხედავ და არასდროს საკმაოდ პროფესიონალების დარღვევა. თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოყვა, მაგრამ ესეთ დარღვევა მათთან არ ექნება. დიდი იმედი მაქვს ყოველთვის. ეგანაც ვახსენე, ისეთი გამოდიანად წესი დაღარბა. და შეიძლება საკმაოდ დაძაბულად ვიყირო, როგორც ყოველთვის. რა ვიცი, რა იქნება შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. მადლობა.
10 წუთია მეგობრებო ფინიშამდე. ბიჭები ისე და ისე მოტივირებულები არიან. ბოლომდე ბრძოლობენ. წარმატებები თითოეულ მონაწილეს. ტურნირის დასრულების ბოლო წუთები მაქსიმალურად ცდილობენ რომ აჯობონ ერთმანეთს ბიჭებმა. ნახოთ რა იქნება სულ რამდენიმე წუთში გაირკვევა გამარჯვებულიც. იო ფორმაშია არ ნებდება. ნახოთ რა იქნება. მეც ძალიან მაინტერესებს. მიდი გიო, მიდი. 2 წუთიღაა დარჩენილი ფინიშამდე. ალადის. შეიძლება ითქვას ერთი წუთიღა შეიძლება ითქვას ბოლო გადაგდება და ვნახოთ ბოლო გამოტანა და შედეგიანი იმედია ერთი წუთიღაა დარჩენილი ბატონებო სანამ ფინიშის ხმა გაისხება ბოლო წუთი მიმდინარეობს გაისმა ფინიშის ხმა. გათა! მესქის დაურეკან გადმოვიდეს რა ანდრია ნომერი ხო გაქვს? ვიწყებს დენელა აწონებს გადმოვედით პირველ სექტორში. აჰ ბიჭო 10 გრამში შევწდი რა. 990 წავიდა თევზი. კილო 300. მოვიდა. კილო 300 და 1510. წავიდა. იგივეა რა. რა მაგარი გელია რა. დელა ბადერო გაგიხარცი. ვიყო რა საგა ბადეს უკურო. ეს ხაბოსება დეაღარი ვარ. გაუშვებელია. ცალი მოიცა. არი და მოიცა ჩა. ნიკო, ჩადე წყალში გაგიშრე. საეგრეთო პასკა ჩანჩხარეთ რო არ გაუქნია. ლატო ვერამე 2425. წავიდა თევზი. დავაი. წავიდა. იო. ეგა ხო? აჰა, რაგიდა, რა გაუგულია. ტელეფონს დავდო. მანამ აღარ დააკიდე. მოგეთ მეთივე ბლოკი 1835. აჰა. ეს გასგე ხوارებო დავუმატოთ 300 გრამი. კილო დავუმატოთ. 1800. 1000. მეწყო ნელა. მოიცა. 25 გრამი. მარი კაპიტო რა შეიძლება. ბაროჩი ხამისა. მე რა ცხო. ჩაახა.
ფინალური თუ გარეუბნ. არის ეგ დაია ლაფაჩი, ამზე საფრიზოები დაჩი. 2725. რამდენი? 2725. ბალადე. ამშია სიმონიჩას დაუჯერე. ოპა, რამდენი საათი თუ გაბრაზდა ჩამოგაგრეთ. ასაფიცანი უკვე თემაა. უილი ფრომა. ხო, დიდდება. ბადაში რამდენი ჩანდა მაგიდე და მაგიდე. ასათი ცალია და კიდე ბადაში ბევრი ჩანდა. ბადაში ბევრი ჩანდა. არც კი კაცო რა 3425. გულა დავიდარლე არ თვითონ შედავს ახლა შეაგდა. გიგენ გული გამო. 100 გრამა არ გამრავლავ სოფიო. 3320. ამასაც ბლომოსული. თან დიდები აქეთ უფრო მოსული. დავეხმაროთ რა. რომელი ოკეანეს კოვის. სამი კომენტი ხადი. 2100. ეხა ჩემ ხვალებში ამოიკითხა რა. 2160. აქედან იწყო. ხო იმას. დავიდა. всё. დაიწყო ხამიცას ზონის შეჯამება. არა, გასმოვიდეთ, არა. არა, ვეღარ გასმოვიდეთ. დავაი, შოუ. ნახე, მოვედრიან და ბაბა, რა. 2 კილო და მაგრამ მე მგონი არ გამართლა მოსული. არ ყავს. არა, მე თუ რაღაც 2670. მოდის გიოც. აი ჩემპიონ, საჩემპიონო ტურნები წავიდა. აშო სადი? არის ეხლა კლუბი შენი არ გაიგო. მოიცა. აკუ აზრი არა. აკუ ბადა და ამით მაგრაკოლია. მოიტაბაბე. მომეს. ნახოთ. всё. ხამიცას შედეგი. არა, ვედრე არ გამოდრიანად როგორი. ანა მაშა. მოიცა. დავაი ჩაყარე იმაში რა გინდა? იმაში ჩაყარე მოდი რა. 3370. უნდა დაიქალო მე არის. რაჭიმე ბანდე გაწელი. ეს არის აბა გავწე. აბადაინა. აღვო. ემარტო კილო 300 ფერცე მაგა. ეს მაიცაცმა აბა დავაი. აქ ვიღაც ლოქს გახრები. გაისო ბადე. თასუ გაიზომებო. სააღო. 7600. არ გავაცაცაჯო. 4755. ფაუზარი. აბა, წავიდა. ზონაში ხო ვაფშე შეგნება. აი 3000. ესე იგი მე 800. მითან არაფერიო და ავიდა ვისი. ანუ მეორე 5 კილო. ახლა იგრან თემა ბადე და სიბძინე ემატეო. ეგინჯარი. აღაცები იმანაც მასწავლა ხოლმე. მოდაშორი ჩემპიონი ადგილი. 4100. 105 გონ. გახსოვს ასრალი და სოკოვი. აი всё დავიწყებ რა ზონების გამარჯვებას გამოვაცხადე. არა მარცა რა დაუსგანეჭე როგორ გაიწუროთ. ესე იგი 5 ზონა ქონდა 6 კაციანი და მიყვები აზონიდან რა. так, აზონის მესამე ადგილოსანი ნიკოლო ჩაფიძია, რომელსაც თხოვა ნათლობაში მიდიოდა და ზონით 2635 მაგის სიგელი აგერდადე და მე აში დაიკარგე. მეორე ადგილი ზონით 3330 კეთო ფაროიანი.
და პირველი ადგილი ლადო ზარკალიანი. ზონა 4-ში. აი ვაგდები. პრესვებით. პირველი ადგილი ხო. ბეზონა. მესამე ადგილი ალექს უხურგუნაშვილი 2025. ოის დაჭიდობა დაგირეკა. ახლარიანი. ჩაივარე. ალექს მოტრიალი. მეორე ადგილი გიორგი ლაფაჩი ზონით 3320. იო დავიდა შედეგი. 150 ლარი. და პირველი ადგილი იოსებ ბუნოვი 3020. ლარი. შვიდობაში მეიხმარე. აფლი კიდე შაქარი მე იგი. так, შემდეგი ზონა. C. გიორგი მიშელაძე მესამე ადგილი 3800. ამაეცემა 100 ლარი. მეორე ადგილი ნიკოლოზ გარსენიშვილი ზონა 2100. 150 ლარი. მოტრიალი ნიკო. და პირველი ადგილი თემო თათაშვილი 4000. 220 ლარი. აი წარჩუთი. ინებეთ ბაბონო. აი ხა. ხო რა, ახლა მაგიდასა რა. так, შემდეგი ზონა D. აი ხა. მესამე ადგილი ჩოხელი ნიკა 2920. 100 მანათი. 100 მანათი კაი ფულია. მეორე ადგილი ირაკლი ბექაური 3160. 150 მანათი. ოთარ გაიცა. და პირველი ადგილი გიორგი გაგიშვილი 220 მანათი. და ბოლო ზონა E. მესამე ადგილი აკო ჩოხელი 2955. 100 მანათი. მეორე ადგილი გიორგი მაწვაშვილი 3720. მეორე ადგილი 150 მანათი. აი ხა. პირველი ადგილი თამაზ კოჩოიანი 4000. აგოდაზო. 220 მანათი. так, ეხლა გადავიდეთ საერთო რეიტინგის პირველ სამეურზე. არა, მოდი მეოთხეთი დავიწყებ, იმიტომ რომ მეოთხე ადგილზე მე მქონდა პირადად დაწესებული 100 ლარიანი ვაუჩერი და მეოთხე ადგილზე გავიდა ლადო ზარკალიანი 4000. სადარი გიო ხამის მოდი პირველ სამეულზე ხონდა შენ გადაეცე გვინოები მოკლედ პირველ სამეულს რაც შეეხება აქ გვაქვს სპონსორის პრიზები ერთი არის გიო ხამისაშვილისგან 3 გვინო შემდეგ ბიზნესგან მაღაზია ტრაბუკოსგან მეორე მესამე ადგილებისთვის და პირველ ადგილზე მიშა მესხმა დააწესა პრიზი რომელსაც თვითონ გადასცემს მოვყვეთ მოდი მესამე ადგილი ნიკოლოზ გარსენიშვილი 2100. ინებეთ მესამე ადგილი. ნიკო ეხლა მაინც მოტრიალი. ნიკო. ფოტოგრაფს გავუღიმეთ. არ უნდა ფოტოგრაფს მოხედე. ბაბა, უგინა დაშალე და დატოვე. ეგრე დადეგ. მეორე ადგილი თამაზ კოჩოიანი 4500. მეორე ადგილი ბატონო. გილოცავ. მოდია, მიდალ ჩაიგდე.
დაიგეთ მობილო. დაიჭი ეგეც და დადეთ. ამდენი საკითხები. მეტალს ფარავ. დაბლა და წიე ცოტა. აი ეგრე. კაია, ეგრე იყავი. ეგრე, დადოთ. აი ხა. წავიდე, შევდე. ხო, პირველი ადგილი თემო თათაშვილი 2007 და ჯორჯიან ფიშერმენისგან გადაეცი თავად ეს ეს კომპლექტი მთლიანად შენია სამი შენ და ესეც გიორგი ფლორისას წაიგე მომაცილე მაგი და რაღაც მინდა წაიღოს მაგრამ მაგი და რაღაც მინდა მოგება წავას ქვია ზმა ვამავი არა და ეს პრიზი სპონსორისგან შენ დამსახურებული მინდა დამსახურებული ჩემთან როიდო სადა სპონსორმა აჩუკა ჯორხი რა რო რაჩა აი ჩათო მოგეცი ძალიან მოინდომე შენ ყველაფერ და არ გადმოვიდგი აქეთ გამოვიგე ცოტა მოგეცი აი ხარო კასტილები ხარიდა მაინც გამოვიდა ეს ბევრამეს ასე რომ დამსახურებული აი ხარო წარმატებული ბიზობაში ხარო კარგა ой არ დამიმთავრებია ჯერ აკ ედოს მინდა კლუბის სახელით გადავცეთ 150 ლარიანი ვაუჩერი მადლობის ნიშნად იმიტომ რომ გვერდში გვერდა და დაგვეხმარა რაღაც აი აუზაფურებლად ვერავინ ვერ ფსერბიგა და პირადად მე მინდა სიმონიჩას გადავცეთ ჩემგან ეს და ეს სიმონიჩ დადეკ დადეკ სიმონიჩ ხო რაც შეეხება კიდე შარშან როგორც იცით ტრაბუკოს შიგნით ცალკე რეიტინგი აქვს და შარშანელი გამარჯვებულები მინდა ეხლა დავაჯილდოვო პირველი სამეული ნუ აქ ერთ-ერთი არ ესწრება ირაკლის ულაბერიძე მაგრამ პირველს და მესამეს გადავწევ რა ასე იგი მესამე ადგილი არის გიორგი გაგიშვილი 600 ლარიანი ვაუჩერი მეორეზე არის ირაკლის ულაბერიძე რომელიც სამწუხაროდ დღეს არ არის და პირველი იყო ლადო ზარკალიანი არის ბიჭო მესამე ხელი ჭირდება შენ რა მესამე ხელი არა ეგრე არ გამოვა ვერამდენეთ მოხდა ეგ ვერ დაიჭირ მესამე ხელი ევანდელი დღე ჩავხურეთ შევხვდებით 22-ში წალკა მადლობა სპონსორებს არ დაიჩანოთ მიწებო მორჩავ ტურნირი ჩეგეთიშვილის მარნიდა მეგობრებო დააწესა პრიზები ღვინოები მიხეილ ჩეგეთიშვილმა და მადლობა მიხეილ ჩეგეთიშვილს წინა ეხა ვერ მოვახერხე იმიტომ რომ დრო არ მქონდა მომექცია ეხა წერ ამ ყველაფერს აბა მეგობრებო მეოთხე ადგილი ავიღე სასწორში თემური ძალიან მაგრად იბრძოლა აი ძალიან მაგრად ერთმანეთს გავხია არ დავიდეთ რა და კაი ბრძოლა იყო ნამდვილად და გილოცა კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრი მომენტი წარმატებები შემდეგ ტურებში შევხვდებით ცალკაში შემდეგ ტურში და წარმატებები ყველა მონაწილეს კიდევ და ძალიან კარგი იყო ახლა პირობებიც ნორმალური იყო და ბრძოლაც შედგა ნამდვილად ამ კაცმა კიდევ თევზაობის სტიმული არ დამიკარგა დღეს აი დღევანდელი შედეგიც მადლობა მოკლედ მეგობრებო ამ პრიზების გარდა მიშას ჰქონდა
კიდე დაწესებული, რომ ვინც მოეწონებოდა, ის რომ დაეჯდოვებინა და ახლა გვითხრათ აბა 1-2 სიტყვით მიშა მოკლედ როგორც ესეთი ეხლა რომ თვალყურს ვადევნებდი თევზაობას რა ყველა ჩარტმაზე ყველა იდეალურად თევზაობდა არც ერთ შეცდომა არაფერი საერთოდ ну ეხლა ზონებს გააჩნდა მიმართულებებს გააჩნდა რომელ მხარეს იყო და ასე შემდეგ და ერთადერთი რაც ქონდა ამ ხალხში გამოსარჩევი იყო ის რომ ადამიანის გვერდით დგომა мотиваცია იმიტომ რომ ხედავდი როგორი მოტივირებული იყო და ძალიან დავაფასე ესეთი თავდადება ძმაო ესეთი ვაჟკაცობა ძალიან მაგრად ვაფასე ატას პირველ რიგში კარგი ადამიანია ძმაო და წარმატებებს ვისურვებთ მოკლედ რა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ძმა და მეგობარი არის არ არის ადვილი მეგობარი დავუმატებ კიდე რომ ფეხმოტეხილება ეხლა იზავს ესე დაღმართზე რა ფული აი დაღმართიც რო აჩვენი მე ვიდეოში ვაჩვენე კარგად მაგრამ ფულია ეხლა ის მოწყობილობები აი ტურნირის პლატფორმა გააწყო დასაკვები მოსულ ამაღმართზე ახვიდე ჩახვიდე ანუ ძალიან რთული არის ეს ყველაფერი გააკეთოთ ან ესეთი ცხელა ან ჩვენ რთული პროცესი იყო და ანუ პლატფორმის აწყობაც, მონტაჟიც, შემდეგ უკვე სკერის კვლევა და ასე შემდეგ მოითხოვ ძალისხმევას რომ აქტიურად იყო და იმოძრაოდა. შესაბამისად ეს ჩემთვის ძალიან სამაგალითო იყო და ამიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი და мотиваცია მინდა მივცე ადამიანს. მოიძახია მეგობრებო და გადავიდეთ აბა დროებით